საგარეჯოში ახალი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გაიხსნა. შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ალთანდილ გულიკაშვილმა გახსნეს. სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და 1.185.000 ლარზე მეტი დაიხარჯა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გავხსენით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ. მის ჯამური ღირებულება შეადგენს 1.185.000 ლარს. აქამდე საზოგადოებრივი ჯანდაცვას არ ჰქონდა საკუთარი სამუშაო სივრცე. აღსანიშნავია, რომ დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვა მოემსახურება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და მოსახლეობას საშუალება ექნება, რომ თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიიღოს შესაბამისი სერვისები. ვიმყოფებით საგარეჯოს ჯანდაცვის საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც იყო ჩემი საარჩევნო დაპირება 2021 წელს, რამოდენიმე წლები ითხოვდნენ ჯანდაცვის ცენტრის აშენებას, სადაც ჩვენ ადგილობრივი თანხებით 1.118.000 ლარი დაგვიჯდა. უკვე დასრულდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პერსონალი 14 თანამშრომელი დღეიდან უკვე შეეძლებთ ახალ შენობაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობაში, მომსახუროთ მოსახლეობას ეპიდემიოლოგიის, იმუნიზაციის, პროფილაქტიკური აცრების, მალარიის ელიმინაციის პროგრამაში აქტიურად ჩართვის სერვისებით. დიდი მადლობლები ვართ და თანამშრომლები მზად ვართ, რომ მთელი ენერგიით, მთელი ენთუზიაზმით, მით უმეტესად ასეთი დიდი პატივი დაგვედო, რომ ასეთი თანამედროვე შენობაში ვიწყებთ ხელახლა, უკვე ვაგრძელებთ უბრალოდ მუშაობას, რომ ჩვენ ავიღებთ ამ პასუხისმგებლობას კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით და შევასრულებთ ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას.